Ნორძოთ რადიომეტის დღის არხის ფორმატში მუშაობას და ჩვენ ახლა გამოვეხმაურებით იმ სიახლეს, რომელიც კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ახალი სერვისების დამატებას გულისხმობს. კონკრეტულად რას მოიცავს იგი ამ თემაზე, ვთქვათ, სასაუბროდ რადიომეტის სტუდიაში ჩვენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გალბატონ ეკა შარაძეს მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მენელს. მადლობა სტუმრობისთვის, გალბატონ ეკა, აღვიხსენით რა არის ეს ახალი სერვისები, რომელიც სრულიად უფასო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც გავსი საჭიროება აქვს და ზოგადად როგორია ფოკუს ჯგუფი, მე ვისაუბროთ ამ მხრივ არსებულ რეალობაზე და პერსპექტივაზე თუ რაში შეიძლება კიდე სახელმწიფო დაეხმაროს სამედიცინო სერვისებით მოქალაქეებს საჭიროებისას. ამ მიმართულებით. მადლობას მოგახსენებთ აღნიშნული თემით და ინტერესებისთვის და გვაქვს სიახლე იშვიათი დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამაში ნერვკუნთოვანი დაავადებების ზედამხედველობის დაფინანსების კუთხით. მოგეხსენებათ ნერვკუნთოვანი დაავადებები, ეს გახლავთ დაავადებათა ჯგუფი, რომელიც ძირითადად აზიანებს კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციაზე პასუხისმგებელ სისტემას. შესაბამისად, აღნიშნული დაავადებები ძალიან ფართე მიკროფონთან ცოტა ახლოს შეიძლება? დიახ, აღნიშნულ ჯგუფში არაერთი დაავადებაა გავრცელებული, თუმცა უმეტესი მათგანი გენეტიკური ეტიოლოგიის არის, გენეტიკური დაავადებაა, ხასიათდებიან პროგრესული მიმდინარეობით, უფრო ხშირად ბავშვთა ასაკში იწყება და დროთა განმავლობაში რთულდება. შესაბამისად, აღნიშნული პროგრესული ხასიათიდან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ზედამხედველობა აღნიშნული დაავადებების და სწორი მონიტორინგი. სწორედ ამიტომ ექიმ სპეციალისტების ჩართულობით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით მიღებული იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების შესახებ. მონიტორინგი საშუალებას გვაძლევს დროულად გავაკეთოთ დაავადების პროგრესის იდენტიფიცირება და ექიმებს საშუალება ჰქონდეთ დროულად იმოქმედონ იმისთვის, რომ უფრო დიდი ხნის იყოს შენარჩუნებული ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობა და ფუნქციური სტატუსი. აღნიშნული სერვისი ითვალისწინებს გარკვეული ექიმთა ჯგუფის მიერ ზედამხედველობის განხორციელებას და ვინაიდან აღნიშნული დაავადებები როგორ და უნდა აღინიშნოს, რომ იმ დაავადებათა ჩამონათვალი დამტკიცდა, რომელიც დაექვემდებარება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უფასო სერვისის მიღებას, ეს გახლავთ ძიუშენის კუნთოვანი დისტროფია, ბეკერის კუნთოვანი დისტროფია და სპინალური კუნთოვანი ატროფია. სწორედ აღნიშნული დიაგნოზის მქონე ყოველი ბენეფიციარი, საჭიროების მქონე პაციენტი მიიღებს სერვისს სრულიად უფასოდ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ეს სერვისი მოიცავს როგორც ექიმ სპეციალისტების კონსულტაციებს, ასევე კლინიკო-ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს. აი, როგორი არის, ვთქვათ, ერთი არის სპეციალისტების დაკვირვება და მათი მეთვალყურეობის ქვეშ ამ პროცესის გავლა და მეორე რა პრაქტიკული მხარდაჭერა არის სერვისის სახით შეთავაზებული ამ პროგრამის ფარგლებში უკვე კლინიკებში. დიახ, როგორც მოგახსენეთ, ეს დაავადება პროგრესული ხასიათის და კომპლექსურობით ხასიათდება და დროთა განმავლობაში მის სამიზნეს წარმოადგენს თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანო. შესაბამისად, კომპლექსური მიდგომა ზედამხედველობაშიც ეს არის ერთ-ერთი საკვანძო მომენტი აი ამ პროგრამული სერვისის. ექიმთა ჯგუფი, რომელიც შედგება 6 მიმართულების სპეციალისტისგან, იზრუნებს ჩვენი ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე და გაუწევს ზედამხედველობას მონიტორინგს დაავადების მიმდინარეობას. ეს გახლავთ მთავარი ნევროლოგი, რომლის უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ არის ძირითადი დიაგნოზის მართვა, ასევე კარდიოლოგი, პულმონოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი და ორთოპედი. და სწორედ ამ ექიმ სპეციალისტების დანიშნულებით სრულად იქნება დაფარული კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები პროგრამის ფარგლებში. ამასთან ყველა ბენეფიციარისთვის არის ხელმისაწვდომი სრულად სახელმწიფო დაფინანსებით აღნიშნული სერვისები და წელიწადში 3-ჯერ ექნებათ შესაძლებლობა ჩვენს ბენეფიციარებს მიიღონ აღნიშნული სერვისი. ერთი სტაციონარულად სტაციონარის ფარგლებში, სტაციონარული სერვისის ფარგლებში, ხოლო 2-ჯერადად ამბულატორიის ფარგლებში.
უნდა აღინიშნოს, რომ მაქსიმალურად იქნა ჩვენი ბენეფიციარების საჭიროება ამ შემთხვევაშიც გათვალისწინებული იმ მხრივ, რომ ამბულატორიულად შესაძლებლობა აქვთ არა მხოლოდ ერთ მიმწოდებელთან აღნიშნული ყველა სერვისის მიღების, არამედ ექიმ სპეციალისტების მიხედვით შეუძლიათ სხვადასხვა კლინიკაში სანდოობის გათვალისწინებით სხვადასხვა მიმწოდებელს მიმართონ. ლოკაციის მიხედვითაც შეზღუდვა არ გააჩნიათ. ეს ცვლილება მიმდინარე დღეებში შევიდა სახელმწიფო პროგრამაში, უკვე ამოქმედებულია. ამჟამად მიმდინარეობს მიმწოდებლების რეგისტრაცია პროგრამაში და შესაბამისი ინფორმაცია მიღება შეიძლება ჩვენს ბენეფიციარებს სააგენტოს ვებგვერდზე, ასევე 1505-ზე გაერთიანებულ ხელხაზზე და კონტაქტის საშუალებით და ნებისმიერ მიმწოდებელთან შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათთვის კუთვნილი სერვისი სრულად სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებით. გაბატონეკა, სწორად ხვდები, რომ თქვათ მულტიდისციპლინური ექიმთა გუნდი შეიქმნა იმისთვის, რომ უბრალოდ არ ყოფილიყო ეს სერვისი, თქვათ ინსტრუმენტალ კლინიკურ ლაბორატორიული, აი წელიწადში ერთხელ გაქვს საშუალება მივბრძანდით გამოიყენეთ, არამედ უფრო მოცულობითი ყოფილიყო და ექიმების დაკვირვების ქვეშ მოხდეს ასე ვთქვათ კორექციაც იმ ლაბორატორიული კვლევებისა თუ კლინიკური მომსახურების კუთხით? რა თქმა უნდა, აუცილებლად იყოს მათი ჩართულობა დაკვირვების რეჟიმში? რა თქმა უნდა, გეთანხმებით, წეგან მოგახსენეთ, რომ კომპლექსურია დაავადება და საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას და იმასთან დაკავშირებით, რომ ნევროლოგი სხვა მიმართულებებს ვერ დაფარავს, კარდიოლოგი აუცილებელია გულის მხრივ გარკვეული გართულებების სამართავად, პულმონოლოგი სასუნთქის სისტემის მხრივ და ასე შემდეგ. სწორედ ყველა ექიმ სპეციალისტის ერთდროული ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დაავადების სწორი მართვისთვის და ეს უკვე უზრუნველყოფილია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. თქვენ ბრძანეთ, რომ შესაძლებელია სხვა დაწესებულებაში და საკუთარი სურვილით, თუ იქ არის შესაბამისი მომსახურება, ხო, გამოიყენონ ამ პროგრამის ფარგლებში. ჩვენ თბილისში გვაქვს ისეთი მოცემულობა, რომ სამედიცინო და კერძო კლინიკების თვალსაზრისით და ზოგადად პალიტრა საკმაოდ მრავალფეროვანია და რეგიონებშიც არის, მაგრამ აქ კარგი კონცენტრაცია გვაქვს, ასე ვთქვათ. გასაგებია, რომ სხვა კლინიკაში შეუძლიათ, მაგრამ რეგიონული დაფარვა ამ პროექტის და ამ პროგრამის ფარგლებში როგორია თბილის გარდა რეგიონებისთვის, ხო არ ექნებათ ის საჭიროება, რომ თვალსახად თბილისში უნდა ჩამოვიდნენ თუ არის, თქვათ, რეგიონებშიც ამის შესაძლებლობა? დიახ, როგორც უკვე მოგახსენეთ, ახლა მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებების ჩართვა აღნიშნულ კომპონენტში. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია, რომ აუცილებლად რეგიონული დაწესებულებები ჩაერთონ და მათი სურვილიც არის, აუცილებლად მიმდინარეობს ამაზე მუშაობა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ იშვიათი დაავადებების, ესე ვთქვათ, თავის სახელწოდებიდან გამომდინარეც უკვე ცხადია, რომ ეს არ გახლავთ ფართედ გავრცელებული, ეს დაავადებები საჭიროებს შესაბამის გამოცდილებას დაავადებების სწორი მართვა და სამედიცინო დაწესებულებები მუშაობენ უკვე საკმარისი ინფორმაციის მოპოვებისთვის იმ კუთხით, რომ მზაობა მათი უკვე იყოს, რათა ჩაერთონ და უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბენეფიციარებს შეეძლებათ სერვისების მიღება არა მარტო თბილისში, სადაც უკვე რეგისტრირებული ყავს მიმწოდებლები, არამედ რეგიონებშიც უფრო რომ გამარტივდეს მათთვის აღნიშნული სერვისების მიღება. ამ ბენეფიციარების ინფორმირებულობა როგორ მოხდება, ალბათ თვალსახად არის, რომ რაღაცა სივრცეში გავრცელდება ისედაც ერთმანეთში ეს ინფორმაცია, თუმცა იმისთვის, რომ ინფორმაცია ყველასთან მივიდეს და გამოიყენონ მაქსიმალურად, რა ტიპის მექანიზმებს გამოიყენებს თქვენი უწყება? ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ როგორც ასევე ბენეფიციარებთან, ასევე ექიმ სპეციალისტებთან. თქვენ მოგეხსენებათ აღნიშნული ბენეფიციარი მეთვალყურეობას კონკრეტული ექიმ სპეციალისტები ახორციელებენ, ვართ ყველა ექიმთან მუდმივ კონტაქტზე, სრულად არის მიწოდებული წარმოდგენილი ინფორმაცია ყველა ექიმ სპეციალისტისთვის და უფრო კარგად გაერკვევიან. რა თქმა უნდა და როგორც უშუალოდ ბენეფიციარებს მიეწოდებათ სააგენტოდან აღნიშნული ინფორმაცია, ასევე სამედიცინო დაწესებულებებისა და ექიმ სპეციალისტების მეშვეობით ხდება აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება. გასაგებია, როგორ ფიქრობთ, რა დრო დაჭირდება იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიფაროს და ათვისებული იყოს ამ კლინიკების ჩართულობაც, აი ფორმალური ნაწილი ახლა როგორ ვწდები, ხო? დიახ, რეგიონალური მოცვით ალბათ შესაძლებელია ცოტა პერიოდი 1-2 თვე გახდეს საჭირო იმისთვის, რომ სრულად ადეკვატური რეგლამენტი იქნება გასაუბრებელი. უფრო დაწესებულებების მხრიდან სრული სერვისის დიახ შესაბამისობა და მათი მხრიდან მზაობა. ჩვენ მზად ვართ ყველას გავუწიოთ
სათანადო დახმარება ინფორმაციის მოძიებაში, რაც არის ამ სერვისის მიწოდებისთვის საჭირო, როგორც კი მზაობა იქნება რეგიონული დაწესებულებების, ჩვენ ჩავრთავთ სახელმწიფო პროგრამაში და მივცემთ საშუალებას, რომ მიაწოდონ პროგრამული სერვისები. თუ შეიძლება მეტი კონკრეტიკა გავიგოთ, თქვენ ბრძანებთ, რომ მულტიდისციპლინური გუნდი გააკონტროლებს, ჩამოთვალეთ კიდევაც ეს მიმართულებები ექიმ სპეციალისტებისა, ეს ერთი მულტიდისციპლინური ჯგუფი იქნება თუ თქვათ თბილისში ერთი იქნება და რეგიონში თქვათ მეორე იქნება, თუ ერთი ძირითადი ბირთვი იქნება, როგორი იქნება ეს პალიტრა სპეციალისტები. ყველა დაწესებულებაში მე მოგახსენეთ, რომ სტაციონარული სერვისის მიღების დროს უნდა მოხდეს სრულად მთელი მოცულობით იმ დაწესებულებაში ყველა გამოკვლევის ჩატარება და კონსულტაციის მიღება. სტაციონარის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტი სხვადასხვა კლინიკაში ვერ მიიღებს. რაც შეეხება ამბულატორიულად აღნიშნული სერვისის მიღებას, თუ პაციენტს სურს კონკრეტული, მაგალითად, კარდიოლოგიური მიმართულებით ერთ კლინიკაში სერვისი და ნევროლოგიის მეთვალყურეობა სხვა კლინიკაში განახორციელოს, ამ შემთხვევაში ეს მისაღებია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულება და სხვადასხვა ადგილმდებარეობა კლინიკებისა, მაინც ფინანსდება. დიახ, რა თქმა უნდა, ესეც მაქსიმალურად მორგებული სისტემა შეიქმნა ამ შემთხვევაში ზედამხედველობის ბენეფიციარების საჭიროებების, მათი ექიმების მიმართ სანდოობის, გამოცდილების და ესე ვთქვათ, პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ იყოს მაქსიმალურად მორგებული ჩვენი ბენეფიციარების საჭიროებებზე და შესაძლებლობა ქონდეთ იქ მიიღონ ამბულატორიულად აღნიშნული სერვისები, სადაც თვითონ ექნება ცურვილი და რომელი დაწესებულებაც ჩართული იქნება, რა თქმა უნდა, პროგრამის კომპონენტში. ჩვენი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მიმართულებებით მხარდაჭერა თვალსახად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არ არის მინიმალურ თანხებთან დაკავშირებული და სამწუხაროდ ეს ასეთი დაავადებების შემთხვევაში ალბათ არ არის ერთჯერადი მხარდაჭერის, სამედიცინო მხარდაჭერის ფაქტი, არამედ იგი მუდმივი მხარდაჭერის საგანი ხდება, ხო? აი ეს რაც ახლა თქვენ ამოქმედეთ, რამდენად საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისია და აი ამ თვალსაზრისით როგორია ჩვენი სერვისის მრავალფეროვნება? დიახ, რა თქმა უნდა, მთავარი ამოცანა და დანიშნულება ჯანდაცვის პროგრამების ეს გახლავთ ფინანსური ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ბენეფიციარებისა და პაციენტებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ მაღალი ხარისხის საჭირო სერვისებზე წვდომა და უზრუნველყოფილი იყოს ზედმეტი დანახარჯების გარეშე ჩვენი მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიღება და სწორედ ეს იშვიათი დაავადებებიც ამ კუთხით დაავადებების მეთვალყურეობაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენი ოჯახები და ბენეფიციარები დაცულები იყვნენ ზედმეტი დანახარჯებისგან. ყველას მოეხსენება, რომ ეს დანახარჯები და განსაკუთრებით იშვიათი დაავადებების კუთხით დანახარჯები საკმაოდ სოლიდურ თანხებს აღწევს და სწორედ ის, რომ მუდმივი მეთვალყურეობა ესაჭიროებათ ბენეფიციარებს, მუდმივი საჭიროებებია მათი ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სულ უფრო მეტად იყოს მოცული აღნიშნული სერვისები და გათვალისწინებული ჩვენი ბენეფიციარების საჭიროებები. ეს კონკრეტული ამბულატორიული და სტაციონარული ზედამხედველობაც საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით იქნა სრულად შემუშავებული ექიმ სპეციალისტების ჩართულობით. და აქ უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტრო ნამდვილად ძალიან დიდ როლს ანიჭებს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ვინაიდან ეს არ გახლავთ მხოლოდ რაღაცა მეთოდის მექანიკური გადმოღება, ეს იძლევა საშუალებას, რომ დაინერგოს საიმედო, უსაფრთხო და დადასტურებული მეთოდები ჯანდაცვაში და ჯანდაცვის სისტემა განვითარდეს სწორად. ეს იძლევა საშუალებას, რომ გადაწყვეტილებები იყოს მტკიცებულებაზე დაფუძნებული და იძლევა უფრო ნაკლები შეცდომის დაშვების გარანტიას, მეტად გადარჩენილ სიცოცხლეს და უფრო საიმედო ჯანდაცვას. საბოლოოდ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება აუცილებელია გადაწყვეტილებების მიღებისას და ამ შემთხვევაშიც სწორედ საერთაშორისო გამოცდილების ბაზე დაყრდნობით უშუალოდ ექიმ სპეციალისტების ჩართულობით და ჩვენი ბენეფიციარების საჭიროებების გათვალისწინებით იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილებაც პროგრამის გაფართოების შესახებ. ის რომ ამ სერვისის მოცულობითობის
ის განსაზღვრელი არის ალბათ სასახად ექიმ სპეციალისტების ჩართულობა და მით უმეტეს არჩევანის დატოვება და საშუალება იმისა, რომ კლინიკაში, ერთ კლინიკაში თქვათ ერთი მიმართულების აიყვანონ, მეორე კლინიკაში მეორე მიმართულების გასაგებია ეს მოქნილობის მეც საშუალებას იძლევა და ასე ვთქვათ, ბევრად მოცულობითია. აი ეს გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს, თქვათ, სხვა კლინიკაში მომსახურების მიღებას. ბენეფიციარებისთვის ამის ყველაფრის ფორმალური მხარის უზრუნველყოფა როგორ ხდება? მათ თქვენთან აქვს რაღაც კომუნიკაცია თუ ექიმთან მისვლის შემდეგ ვაუჩერი აქვს, როგორ აი ეს ფორმალური საკითხი თუ ერთიანი ელექტრონული ბაზაა, რომელიც ამას ადვილად მოაგვარებს. ამ მიმართულებითაც ჩვენ შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ნაკლები ტვირთი ყოფილიყო ბენეფიციარების მხარეს და სისტემა მოეწყო ისე, რომ თავარი წამყვანი გახლავთ ნევროლოგი ამ დაავადების ზედამხედველობისთვის, ბენეფიციარი აუცილებლად მიმართავს ნევროლოგს და ელექტრონული სისტემის საშუალებით იმართება ისე, რომ ბენეფიციარს არ უწევს არანაირი დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა სააგენტოში სერვისის მისაღებად, ის მიმართავს იმ სამედიცინო დაწესებულებას, რომელშიც გადაამისამართებს ბენეფიციარის არჩევანის მიხედვით ექიმი ნევროლოგი, მიიღებს იმ სერვისს რაც მას ესაჭიროება პროგრამის ფარგლებში, რაც არის გათვალისწინებული და საბოლოოდ უკვე ჩვენსა და კლინიკას შორის მოხდება ურთიერთობა ანაზღაურების კუთხით, ისე რომ ბენეფიციარს არ დაჭირდება ამ კუთხით არანაირი ზედმეტი, თქვათ, რაღაც პროცედურების განხორციელება. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევებში ამასაც რაღაცა გარკვეული დატვირთვა დრო ჭირდება და ასე შემდეგ. ბატონო ეკა, ეს სერვისი, რომელსაც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ერთ-ერთია და სამწუხაროდ არ არის ყველაფრის ამომწურავი. ზოგადად სამედიცინო სფერო ისეთია და ამ დაავადებების მიმართულებით ხომ ბევრი შრისგან შედგება. ისევ და ისევ ჩვენი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ ხედავთ თქვენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ბრძანდებით, ჩახედული ხართ თქვენ წინ იშლება სტატისტიკური მონაცემები, რეალობა, სურათი და როგორ აკვირდებით იმისთვის, რომ უფრო მეტად იყოს მხარდაჭერილი და გაადვილდეს ბენეფიციარების მდგომარეობა პერსპექტივაში, კიდევ რა ტიპის სერვისები შეიძლება იყოს წარმოდგენილი სახელმწიფოს მხრიდან, ან უკვე ხო არ მუშაობთ, რაზე შეგიძლიათ გითხრათ? რა თქმა უნდა, საჭიროებები ნამდვილად ბევრია. თუმცა ის, რომ ყოველწლიურად მზარდია ჩვენი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ბიუჯეტი, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფოც უფრო მეტად ითვალისწინებს ამ საჭიროებებს, უფრო და უფრო მეტი სერვისის დაფინანსება ხდება სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. ასე მაგალითად, გასულ წელს უკვე იშვიათი დაავადებების მართვის მიზნით დაიხარჯა 71 მილიონი ლარი, წელს უკვე ბიუჯეტში 75 მილიონი ლარი გახლავთ გათვალისწინებული, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 1.5 მილიარდ ლარამდე არის თითქმის გაზრდილი. შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება იმ სერვისებისა და манипуляციების ჩამონათვალი, რასაც სახელმწიფოს თავაზობს პროგრამების ფარგლებში, ჩვენს ბენეფიციარებს, რათა უფრო მეტად იყოს ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობა დაცული და მეტად იყოს მათი საჭიროებები დაფარული. ამჯერადაც მიმდინარეობს სამინისტროში შესაბამისი სამსახურების მიერ, რა თქმა უნდა, სააგენტოს ჩართულობითაც მუშაობა არაერთი მიმართულებით, რიგ შემთხვევაში ეს გახლავთ სამუშაო ჯგუფების ფორმატში, ექიმ სპეციალისტებისა და უშუალოდ ბენეფიციარების ჩართულობით და აუცილებლად საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობითა და გამოცდილების გაზიარებით. არაერთი მიმართულებით მუშავდება ინიციატივა და საკითხი და როგორც კი ეტაპობრივად უკვე საბოლოოდ ხდება შეჯერება გადაწყვეტილების, უკვე ფართოვდება არათუ ესა თუ ის პროგრამა და საზოგადოებისთვისაც ხდება ცნობილი აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საჭიროება არის ჩვენი ბენეფიციარების და მოქალაქეების წინაშე, მაგრამ ისევე როგორც წარსულში მუდმივად ხდებოდა, მე იმედი მაქვს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი საჭიროების დაკმაყოფილებას შევძლებთ ჩვენი ბენეფიციარების ჯანმრთელობის დასაცავად. გასაგებია. და ბოლოსკენ ისევ რომ დაუბრუნდეთ იმ თემას, რითიც დავიწყეთ. აი ამ სიახლის ამოქმედებით, ამ სერვისებით, უფასო სერვისების მიწოდებით, დაახლოებით რა ტიპის
ფინანსურ ვალდებულებას, ფინანსურ ტვირთს იმსუბუქებს, ასე ვთქვათ, ბენეფიციარი მოქალაქეები, რომლებიც ამით ისარგებლებენ. თან თქვენ თქვით, რომ ეს არ არის ვთქვათ ერთჯერადი აქტი. დიახ, ეს გახლავთ ამ მიმართულებით ჩვენს პაციენტებს ჰქონდათ მუდმივი ხარჯი. ეგ როგორც ექიმ სპეციალისტების, ასევე კვლევების მიმართულებით კონსულტაციიდან პრაქტიკულ მხარდაჭერამდე კლინიკებში, და მუდმივი ხარჯი და მუდმივი არა მარტო ფინანსური, არამედ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც საკმაოდ ისეთი აი ამ ყველაფერზე დამოკიდებული ხდებოდა. შესაბამისად, ნამდვილად მნიშვნელოვანი, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი შეღავათი უნდა იყოს იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახების ჯანმრთელობა და სოციალური მდგომარეობა იყოს დაცული და არც ერთი თეთრი ამ კონკრეტული სერვისებისთვის არ იყოს მათი საჭირო ჯიბიდან დანახარჯის სახით გასაღები ამ ოჯახებისთვის, რაც აღნიშნული სამი დაავადების მეთვალყურეობასა და მონიტორინგს შეეხება. მე ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი, ესე ვთქვათ, მხარდაჭერა იქნება ჩვენი ბენეფიციარებისთვის და მომავალშიც კიდევ და კიდევ უფრო მეტი უნდა მოხერხდეს მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. გასაგებია. მადლობა სტუმრობისთვის. კიდევ ერთხელ შევახსენებ რადიო სინანს, რომ ჩვენ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს კალბატონ ნეტა შარაძეს მასპინძლობდით და მისგან მოვისმინეთ თუ კონკრეტულად რას მოიცავს ის ახალი სერვისები, უფასო სერვისების სახით სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც კუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტებისთვის უკვე ამოქმედდა და ნელ-ნელა თბილისს გაცდება და სრულად ექნება უკვე რეგიონული დაფარვაც. მადლობა. მადლობა.